გახსოვთ სულ გეუბნებით. ადამიანი, რომელიც ირწმუნებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია და კვლავ ძველებურად გააგრძელებს ცხოვრებას, აქ მრავალი კითხვის ნიშანი ჩნდება. ადამიანი, როგორც კი ირწმუნებს, რომ იესო ქრისტე ღმერთია, იწყებს აზროვნებაზე ადამიანმა უარი ხო არ უნდა თქოს. სულს გონია, რომ წმენა თუ მოვიდა ეკლესიაში, აღარ უნდა იაზროვნოს და აეკიდება ბრმას და ორმოში რო ვარდება. ეგ არის ზუსტად. ადამიანმა აზროვნებაზე უარი არ უნდა თქოს და მოაზროვნება გეუბნება, რომ თუ იცი, რომ იესო ქრისტე ღმერთია, ეხლა მას უნდა მოусმინო. როგორ ადამიანად მოვიდა და არ შეიძლება მოусმინო. თავის კვალი არ დატოვა, გესმით? ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს დიდმა მოღვაწეებმა წარსულში, ყველამ რაღაც კვალი დატოვა ამ სამყაროში. და როგორ ქრისტემ არ დატოვა კვალი და ადამიანი იწყებს ამ კვალის ძიებას, ამ კვალის ძიებაში ის სადამდე მივა. მართლმადიდებელ ეკლესიამდე მივა. წმინდა წერილამდე მივა. 2000 წლოვან გამოცდილებამდე მივა ეკლესიისა, რომელიც წმინდა მამების თხზულებებში არის გაბნეული. და ეწაფება მას, ეს ქრისტეს კვალია, ყველა ისაა კასური ქრისტეს კვალია, გესმით? ყველა წმინდანი ქრისტეს მოწაფეა, მის საქმის გამგზავრებელია. და ეწაფება წმინდა მამას და კითხულობს და ქრისტეს უსმენს, გესმით? ქრისტეს უსმენს. უფალი ნახეთ როგორ ამბობს, სული წმინდა რომ მოვა, რაც მე გამცნეთ, იმას გასწავლით სული წმინდა. და წმინდა გული მე ამ ნასწავლს სიტყვაში აღმოაცენებს. გესმის? წყაროსავით მოედინება წმინდანის გულიდან, იმიტომ რომ განწმენდილი გული აქვს. ესე რა გამოდის? ქრისტემ რაც გვამცნო, მე რომ სული წმინდა მოვიდა, თქვათ ისააკასურის გულში მკვიდრდება და სული წმინდა ღმერთი ასწავლის ისააკასურს იმას, რაც ქრისტემ გვამცნო, სახარებაშიც არის გადმოცემული. ოღონდ უფრო განვრცობილად, თავისი ეპოქის შესაბამისად, ადამიანურ უძლურებაზე მორგებული, გესმით? და ამას მე აღმოაცენებს წმინდა გული და ჩვენ ამას ვკითხულობთ, ანუ კვლავ ღმერთს უსმენთ, ქრისტეს უსმენთ. და მე ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში განვახორციელო. თუ ადამიანი ამას არ აკეთებს, მაშინ მისი რწმენა რა რწმენა არის? არაფერიც არ აწამს ასეთ ადამიანს.